ამ ძვირფასო მეგობრებო და მსმენელებო, ეს არის შემდეგი ვიდეო, იმოკლე ვიდეოს შემდეგი ვიდეო, ესე იგი მე-18 ვიდეო და ჩვენ ვიწყებთ ამ ვიდეოს ახალი თავით სტანცი მეორე. პირველი პუნქტი, სადაც იყვნენ შენებლები. ნათელსახიანი ვაჟები. მანვანტარის განთიადისა. შეუცნობილ სამყაროში. მათ ახ-ხი-ში. არის ტერმინი ახ-ხი. იქ სადაც პირველად მე ვახსენე ეს ტერმინი, იქ არის ახსნაცა. ახლა არ მახსოვს ხოდა მათ ახ-ში პარანი შვაპანასი. პარანი შვაპანასი. მაპატიეთ ჩემი სულსახედულობის გამო, მაგრამ ეს სული და გულით ვიღებ ამ ვიდეოებს. ფორმების შექმნელებმა რუპა არ ფორმიდან, ხო. კიდევ რომ მართავს ხოლმე ვერ ვამბობ წესიერად. არ ფორმიდან ან უფორმიდან არუბა, ესე იგი ფორმების შექმნელებმა არფომიდან ანუ რუპა ანუ ფორმიდან არუპა ფესვი სამყაროსი დევამატრი და საფხავატი მოვიტევეთ თუნდაც ისეთი ისა წარმოსათქმელი და სვაფხავატი განიშნებენ ნეტარებაში არ ყოფის დევამატრი ღმერთების დედა ადოდი ან კოსმოსური სივრცე. მოდით ამას კიდევ წავიკითხავ. ფორმების შექმნელებმა არ ფორმიდან რუპა ან უფორმიდან არუპა ფესვი სამყაროსი დევამატრი და სვაფხავატი. ესე იგი რუპა და არუპა ხომა დევამატრი და სვაფხავატი. ხო, ამათი მეორე დასახელება ამ რუპასი ანუ უფორმო და არუპასი უпростоრად რუპასი მოიცადე მე მგონი არეულად მე თვითონ არის სიტყვა რა გითხარით ახლა. ფორმების შექმნელებმა არ ფორმიდან ანუ უფორმიდან ესეთი სიტყვა რუპა და არუპა ფესვი სამყაროსი არ ეს ცალკე დასახელება რუპა და არუპა ფესვი სამყაროსი დევამატრი და სვაფხავატი. ესე იგი რუპა ყოფილა დევამატრი, არუპა ყოფილა სვაფხავატი. ხო, და ისინი განიშნებენ ნეტარებაში არ ყოფისა. ესე იგი განიშნებენ ეს ნიშნავს სიტყვა განიშნებენ ნეტარებაში არ ყოფისა ნიშნავს რომ ჯერ გამოვლენილი სამყარო არ არის, შეიძლება სულიერი სამყაროც არ იყოს ჯერ გამოვლენილი. ხო
და ამიტომ განიშნებენო ნიშნავს რომ არ არის გამოვლენილი ჯერ ის სამყარო არ იყო გამოვლენილი შეიძლება მატერიალურს ესაუბარი დევა მატრი აღმერთების მაპატიეთ დევა მატრი ღმერთების დედა ადიტი ან კოსმოსური სივრცე ისე დევა მატრი ყოფილა ღმერთების დედა ან კოსმოსური სივრცე კოსმოსური სივრცე ზაქარიაში მას ეტოდება წინა მარადიულ ზაქარიაში მას ეტოდება სეფირა სეფიროტების დედა რატომაც მე არ შემოხვედრია შეიძლება არ მახსოვს შვიდე წავიკითხე ბიბლია და შეკინი მის წინა მარადიულ ფორმაში პუნქტია ხო შენებლები წყალებში მანვათ არის განთიადის ვაჟები წყალებში არიან ჭეშმარიტი შემქმნელები მთელი სამყაროსი და ამ დოქტრინაში რომლებიც მიეკუთვნება მხოლოდ ჩვენ პლანეტარულ სისტემას ისინი როგორც არქიტექტორები ბოლოსი ისინი ჩვენი პლანეტარული სისტემის არქიტექტორები მათ ეწოდებათ მცველები გახსოვთ მე თქვენ გეუბნებით მცველებზე გეუბნებოდით მცველებზე არქიტექტორებზე მე მგონი ახახან დოქტრინას არ გეუბნები და ახახან რომელიღაც ვიდეო დავდე მე იქანე მქონა არქიტექტურებზე საუბარი ლეტალიას ვიდეოში ლეტალია და პანდორა ყვებიან არქიტექტორებზე ხო ბოლოს ლეტალია და პანდორას ვიდეო რო დავდე მგონი იქანე ვახსენებდი მე არქიტექტორებს და მცველებს თუ არ ვცდები ხო აბა რა ისინი არიან მხოლოდ ეს არქიტექტორები არიან ჩვენ სისტემას მიჯაჭვული მიყენებული როგორც მცველები არქიტექტორები როგორც მცველები არქიტექტორები იმიტომ რომ ქმნიან მცველები იმიტომ რომ იცავენ ხო მცველები 7 სფეროსი ხო მოდით ამ აბზაცს კიდევ წავიკითხავ მე კარგით იმიტომ არ გეწყინოთ იმიტომ რომ მინდა რომ გასაგები იყოს შენებლები მანვატავრის განთიადის ვაჟები შენედები ცალკე ბჭყალებში და მანვატავრის განთიადის ვაჟები ცალკე არიან ჭეშმარიტი შემქმნელები მთელი სამყაროსი და ამ დოქტრინაში რომლებიც მიეკუთვნებიან მხოლოდ ჩვენ პლანეტარულ სისტემას და ჩვენი პლანეტარულ სისტემას რა წარმოადგენს მზე და პლანეტები რომლებიც მის გარშემო მოძრაობენ ხო და ყველა თავის თანამგზავრთან ერთად ყველა პლანეტას ყავს არანაკლებ 2-3 თანამგზავრი ჩვენი პლანეტის გარდა მინიმუმ 2 მაინც ყავს ხო нет
ისინი როგორც არქიტექტორები ჩვენი სისტემისა მათ ეწოდებათ ცველები ჭყალებში. ხო, რადგან ჩვენ სისტემა შექმნეს ამ არქიტექტორებმა, ჩვენი მზის სისტემა შექმნეს ამ არქიტექტორებმა. ამიტომ მათ ეწოდებათ კიდევ მეორე სახელი ცველები. 7 სფეროსი ცველები, რომლებიც ესი თორე მაპატიეთ ეზოთერიკულად თქვათ ამერი ახალმხედველობა. ხო, რომლებიც ეზოთერიკურად არიან 7 პლანეტები და ეზოთერიკურად 7 დედამიწა ან 7 სფეროები, გლობუსი. სიტყვა გლობუსი სფეროს ნიშნავს, გონი თუ არ ვცდები. აგრეთვე გლობუსი ჩვენი ჯაჭვისა, პლანეტარული ჯაჭვისა. ესე იგი, სტანცების პირველი სტანცების თავში, სათაურში ნახსენებია 7 მარადისობა. რომლებიც ეხებათ როგორც მახაკალ მაპატიეთ. ხო, რომლებიც ეხება როგორც მახალკალპას ან უდიდეს ვეკუ ბრამის ჭყალებში, ასევე მზის, პლალაიას და შემდეგი აღდგენისა ჩვენი პლანეტარული სისტემებისა მაღალ პლანზე. არსებობს ბევრი სახეობა არსებობს ბევრი სახეობა პლალაიასი, ხილული ნივთი გაქრობა. როგორც იქნება ეს ნაჩვენები შემდეგ როგორც იქნება ეს ნაჩვენები შემდგომში. პუნქტი B. პარანიშპანა ჭყალებში დაიმახსოვრება როგორც სუმ ვუმ ბონუმ, აქ ლათინური ასოებითაა, აბსოლუტი იგივე რაც პარანირვანა. ამის გარდა პარანირვანა არის მდგომარეობა დასრულებისა, ის არის მდგომარეობა სუბიექტურისა, რომელსაც აქვს კავშირი მხოლოდ ერთიან აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან, პარამატხა ტიასთან. კიდევ გავიმეორებ ამ სიტყვას, ძალიან რთული სიტყვა. რთული არა, ეს ის სიტყვა მე რო თქვენ აგიხსენით წინა ვიდეოში. ფურცელზე რომ დაგიწერეთ. ახლა შეგახსენებთ. პარამა რთხა ტიასთან. პარა
მაღალი ართხა ერთი წუთით აგერ ერთი წუთით პარა ვიცადე აქ ჩანა ახლოსა მოიცადეთ თუ აქეთ გამოვწევ ტელეფონს და განახებთ შეხედეთ პარა მართხა სანტია პარა მართხა თუდა შორს გავწევ პარა მართხა სანტია პარამა მაღალი ართხა გაგება სანტია აბსოლუტური ჭეშმარიტი გონება ანუ პარა მართხა სანტია არის მაღალი აბსოლუტური ჭეშმარიტი გონების გაგება მის პლანზე ეს მდგომარეობა რომელსაც მოყავს სწორ ნიშანთან სრული მნიშვნელობისა არ ყოფისა რომელიც როგორც უკვე ახსნილი იყო არის აბსოლუტური ყოფა ადრე ან გვიან მაგრამ ყველაფერი რაც ახლა თითქოს არსებობს იმყოფებოდეს იქნება ჭეშმარიტად და სინამდვილეში პარა ნიშნავს მდგომარეობაში მაგრამ არსებობს უზარმაზარი სხვაობა გაცნობიერებულობის და გაუცნობიერებლობის ყოფას შორის მდგომარეობა პარანისი პარა მართხატის გარეშე თვით ანალიზირებული ცნობიერებისა სხვა ვედანისა არ არის ნეტარება მაგრამ მხოლოდ ჩაქრობა გაშეშება 7 მარადისობის განმავლობაში ესე იგი 7 მარადისობის განმავლობაში გაჩერდებაო გამოვლინება სამყაროების მასე რკინის ბურთი რომელსაც დებენ მზის გახურებული სხივების ქვეშ იქნება გავარვარებული მთლიანად მაგრამ არ იგრძნობს ან არ შეაფასებს მათ სიფოს როდესაც ადამიანი იგრძნობს მთელ მის ძალას მხოლოდ ნათელ ტვინით ჩაუბნელებელი პიროვნებით და დაგროვებით დამსახურებების მრავალრიცხოვანი არსებებითა რომლებიც მიძღვნილია ყოფას მთელი მისი არსითა გროვისა მთელი ცოცხალი და გაცნობიერებული სამყარო ადამიანები თავისუფლდება პირადი არსებობისაგან და იძირება და ხდება ერთიანი აბსოლუტთან აგრძელებს არსებობას სრული ფლობაში პარამართხისა ჰი არის ყოფა აბსოლუტური ყოფა ეზოთერიკულ ფილოსოფიაში
ბოლოს დოგმაში ადი ბუდა პირველადი ან პირველ შექმნილი სამყარო, ხო, ადი ბუდა ყოფილა პირველ შექმნილი სამყარო, ან პირველადი სამყარო, თავისი გამოვლენისას არის ერთ აზრში ილუზიასთან, მაიასთან, რადგან ყველა ღმერთები ბრამის ჩათვლით. ხო, აქ იმ პერიოდზეა საუბარი, როდესაც უკვე გამოვლენილია ყველა სამყარო. რადგან და აქ წერია, რომ ბუდის ჩათვლითო ყველა არიანო ერთ აზრში. ზიასთან. მაია არის ილუზია. ხო, მთელი გამოვლენილი სამყარო, ახლა რასაც ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ფიზიკური სამყარო. სხვათა შორის შეიძლება იგივე ითქვას ასტრალურ სამყაროზე. შეიძლება იგივე ითქვას ეფირულ სამყაროზე. იმიტომ რომ ეფირული სხეულია ფიზიკური და ასტრალური სხეულიც ნაკლებად ფიზიკური სხეულია. იმიტომ რომ ასტრალური სხეული გრძნობს, მას ისეთი მკვრივი სხეული არ აქვს, როგორც ფიზიკური სხეულია, მაგრამ მაინც გრძნობს და ჩვენი ფიზიკური სხეული არის ბოლო პროდუქტი, როგორც მე არ ვიღლები ამის თქმით, ეფირული სხეულისა. ჯერ იქნება ყველაფერი ასტრალურ და ეფირულ დონეზე, შემდეგ ვლინდება ფიზიკურ დონეზე. მანამდე კი შექმნელის თავში ეწყობა ეს მთელი ჩონჩხი სამყაროს. და ამიტომ მეკითხათ, ხო, ეს სამყარო მატერიალური სამყარო. ხო, რამითა გითხრათ, ეს მატერიალური სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, და ის სამყაროები, რომლებიც ითვლებიან ფიზიკურ სამყაროებად, მაგრამ არ არიან ისეთი მკვრივები, როგორც ჩვენი სამყარო. არიან ერთიან ველში, მაიასთან, ანუ ილუზიასთან. ხო, როგორც მეკითხარით, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ილუზია, ჰოლოგრამა, მაგრამ მკრივი ჰოლოგრამა, მჭიდრო ჰოლოგრამა, რომელსაც შეგიძლია შეეხო ხელით, რომელიც შეგიძლია შეიგრძნო, ჩაისუნთქო, ჩაყვინთო, იფრინო. ხო. და ამასთან ხო ეს ილუზია, მაგრამ ჩვენ გვჯერა იმისა, რასაც ვხედავთ. ხო, ახლა მე მითავდება მეხსიერების ადგილი ტელეფონში, რადგან წინამოკლე ვიდეოც იტვირთება ახლა. მე გადავწყვიტე რომ არ დამეკარგა და ამიტომ დიდ ვიდეოს ვერ ჩავტვირთავ ახლა ტელეფონში. მოკლე ვიდეო შექმნი მეორესაც. ადგილი სანამ განთავისუფლდება, მე კიდე მესამესაც შევქმნი. ბლავატსკაიას ნაშრომის მოსმენა სჯობს მოკლე ვიდეოებით, რასაკვირველია. მე თუ ვხედავ, რომ მე მგონია სტანციების მიხედვით ვისამე ვიდეოს. ხო, და რა მინდა თქვა, სანამ არ გამითავდა ტელეფონში ადგილი, რომ ჩვენ ჯერა იმიცი, რასაც ვხედავთ. ხო, ჩვენ ჯერა, ჩვენ ვართ ერთადერთი სამყარო, ჩვენი სამყარო არის ერთადერთი, ჩვენ ვართ, ჩვენ ცხოვრობთ
ერთი ცხოვრებით და ჩვენ შემდეგ არაფერი იქნება, ჩვენ რომ მოხდებით. ხომ ასია? ალბათ ბევრი დამეთანხმება. ჩვენ კიდევ ამბობ, ვართ ეფირული სხეულის გამოვლინება. უпроსტად ჩვენ ვართ ჯერ ეფირულ სხეულია, შემდეგ ჩვენ ვართ მეორადი. და ბევრი ამბობს, რომ ეთირული სხეულია ფიზიკური სხეულის ორეული. არა, არ დაიჯეროთ. ფიზიკური სხეული არის პირველადი სხეული, ფიზიკური ჩვენი სხეული კი არის ორგანოები და ყველაფერი მეორადი. დავადებებით. რატომ ავადდება ადამიანი? დღეს იცით რა, ექიმბაშები უფრო ეფექტურად კურნავდნენ ადრე ავადმყოფებს. კი, დასავლური მედიცინა იძლევა ბევრი ვირუსების და დაავადების დამარცხებაში, მაგრამ ერთერთი წამალი ვერ გიშველის, შენ თუ სულიერად დაცემული ხარ. იმიტომ რომ დაავადებები იწყება წვრილ დონეზე. დაავადებები, როდესაც ადამიანი 24 საათი არის სტრესის ქვეშ, როდესაც ბავშვს ამყოფენ 24 საათი სტრესის ქვეშ, როდესაც დაუშვათ ცოლები უთმენენ თავიანთ კვებს 24 საათის ქვეშ, ცხოვრობენ შიშით, რაღაცისა, არიან შიშის მოლოდინში, ყურადღებას აქცევენ იმას თუ ვინ რას იტყვის, ყურადღებას აქცევენ გამოთქმებს მისი მისამართით, თუნდაც დამტარეს არ უნდა იყოს ეს გამოთქმები, გულთან მიაქვს ყველაფერი წვიმანებით ჩათვლით. ესეთი ადამიანი, არც ადამიანს უსუსტდება აურა. ანუ ენერგეტიკული დონე, ენერგეტიკული დაცვა. რადგან როდესაც ვიბრაციები ვარდება, როდესაც ენერგია სკარგავს სული, ის მისი ბარიერი, ეგრეთ წოდებული იმუნური სისტემის ბარიერი თხელდება, კედლები თხელდება, ეს ენერგეტიკული კედელი და დათხელებული კედლის დარღვევა ხომ ადვილია? ან ალაქ-ალაქ და იცვიცება. და ის იმ დონეზე შექმნილი, ეფირულ დონეზე შექმნილი დაავადებები ვლინდება უკვე ფიზიკურად. ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევები, მაგალითად, ექიმები არ აიმედებდნენ ჭირის უფალს ავადმყოფის გამოჯანმრთელებაში, მაგრამ როდესაც ავადმყოფი ძლევდა თავის უმწეობას და პოზიტიურად იქცეოდა, იმედიანად იქცეოდა, მიიღო თავისი მდგომარეობა, ისეთი როგორც არის, ასეთი პაციენტები ბევრი გამოჯანმრთელებულა. ექიმები არ არიან ყოვლისშემძლე ღმერთები. იცით რა, აი გამიგონია ამ ექიმა რა კარგად ჩაატარა ოპერაცია, იმ ექიმა რა კარგად ჩაატარა ოპერაცია, იმ ექიმა რა კარგად უმკურნალა ავადმყოფს. არა, მე არ ვკმინავ ექიმების ცოდნას, მაგრამ დაიმახსოვრეთ, თუ თქვენ არ გაწერიათ დროზე ადრე წასვლა ამ ქვეყნიდან, ავადმყოფობა არ გაგივარესდებათ. შეიძლება ავადმყოფობა გადავიდეს ქრონიკულ მდგომარეობაში, მაგრამ თქვენ ავადმყოფობას არ გამწვავებენ. მაგრამ თუ თქვენ დროა, თუნდაც ახალგაზრდა იყოთ, თუნდაც ბავშვი ასაკის, თუნდაც ჩვენი ბავშვი იყოს,
ზოგი მოდის აქ მოკლე ვადით რაღაც გამოსცემება დარჩათ გაუვლელი და შეუძლია მოვიდეს 1-2 ჩვილი ბავშვი და შემდეგ ჩვილი ბავშვი გარდაიცვალოს და წავიდეს. ან 3 დღის ბავშვები, ხო? ზოგ შემთხვევაში ასეა საქმე. ხო და ბევრი შემთხვევა ყოფილა. მაგრამ თუ თქვენ თუ ადამიანი ჯანმრთელია, ერთ მაგალითს კიდე მოგიყვებით აგერ. გოგონას კინაღამ დაეჯახა სატვირთო მანქანა მის საკუთარ სახლთან. ეს გოგონა ცხოვრობდა სოფელში. დაეჯახა ის ზურგი შეუბრუნა ამ სატვირთო მანქანას, მაგრამ კუზოვით ესე იგი კუზოვის ხარი რომ უკან ხარე, ხო უკან მიდიოდა, მაგრამ არ დაჯახები. ხო, ახლა კიდევ რაღაც მინდა გითხრათ. მე ალბათ როდესაც ბლავატსკაიას ამ ტომის გადათარვას, ამ პირველი ტომის გადათარვას დავამთავრე, მე მოგიძებნი თქვენ ამ ილუზიაზე თემას ბურეევის წიგნიდან. ცალკე გავაკეთებ პატარა ვიდეოს. რა არის ილუზია? კიდევ გავაკეთებ ერთხელ ვიდეოს უკვე გახმოვანებულს. მე მიწერია, მაგრამ გავახმოვანებ. ხო, ჩვეულებრივ ვიდეოს გადავიღებ დროზე და სივრცეზეც. და კიდევ მოუბრუნდები მე ამ თემებს, იმიტომ რომ ძალიან რთული თემა და რამე და გითხრათ. ახლა ყველას გაგეცინებათ. ილუზორობა. იცით ეს როგორი ილუზია? ჩვენ ადამიანები, თუნდაც ადამიანები, თუნდაც ფრინველები, ცხოველები, ყველანი ვხედავთ ილუზიას. მარტო ადამიანები კი არა. ყველანი ვხედავთ ჩვენ ილუზიას. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ვისაც გიყვართ თამაშების თამაში, კომპიუტერული თამაშების თამაში. იქ რა არის მოცემული? მატრიცა კომპიუტერული და ილუზორული კომპიუტერული მატრიცა. ხო? ხანახა ხოლმე ისე გავერთობით ამ თამაშებით, გვავიწყდ რომ ისე გადის. ეს კომპიუტერული თამაშები არის დროის ქურდი, დროის ქურდები. და რა მინდა გითხრათ, ხო, ნებისმიერი ცოცხალი არსება წარმოადგენს კინოდარბაზს. არა, ამას მე ვამბობ. მე შევადარე ეს კინოდარბაზს საკუთარი ფილმების ბიბლიოთეკით. და ამ ფილმს გვაცდიან ზევიდან. დიახ, როდესაც ეს ინფორმაცია შემოდის მეცხრე ჩაკვრით, გაივლის მერვე ჩაკვრას, რომელიც განლაგებულია შუბლის უკან. დიახ, შუაში, შუბლის უკან. შემდეგ ნაწილი ამ ინფორმაციისა მოდის თვალებისკენ, галлюцинაციური ნახატების მეშვეობით. ხო, ჩვენამდე მოდის სურათები, ფოტოები, რაღაც ნახატები. თორე ჩვენ რასაც ხედავთ სინამდვილეში, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ამას ეს არაფერი არ გამოჩნდება. და შემდეგ ჩადის ინფორმაციული ეს ენერგეტიკული ინფორმაცია, გადის მეშვიდე ჩაკრას. იქ გადამუშავდება. შემდეგ ჩადის მეექვსე ჩაკვამდე. იქაც გადამუშავდება. უკვე ჩამოყალიბებული ესები მიდის გაფილტრა ფოტოებისა, სურათებისა. შემდეგ ჩამოდის მეხუთე ჩაკვრაში ეს ინფორმაციული, галлюцинაციური ფოტოები, სურათები, ვიდეოები, რაც კი ჩვენ გვჭირდება, ლაგდება მეხუთე ჩაკვრაში. შემდეგ დალაგებული უკვე სახით ჩადის მეოთხე ჩაკვრაში. მეოთხე ჩაკვრა ისევ ამას აწესრიგებს თავისებურად, ესე იგი, ბოლო თავ ამ კინოლენტის კომუნისტების დროს ხომ იყო ეს, კომუნისტების დროს არ იყო ეს ციფრული კინოგადაღება, სად იყო? იქ ადრე იყო ლენტები და როდესაც აკეთებდნენ როგორ გითხართ, ვიდეო მონტაჟს იქ აკეთებდნენ ხელებით, ჭრიდნენ მაკრატლით, შემდეგ აწებდნენ კადრებს
და ასე ხდებოდა კინომონტაჟი. აი ასეთნაირ კინომონტაჟი არა, მონტაჟი ხდება მეხუთე-მეექვსედან იწყება და მეოთხე ჩაკვრაში უკვე გამზადებული ვიდეომონტაჟის ლენტა თავი და ბოლო უერთდება ერთმანეთს და შემდეგ ეს გადაიგზავნება მესამე ჩაკვრაში და მესამე ჩაკვრა არის ლოგიკური ტვინი და დრო, ხო, დროს ქმნის მესამე ჩაკვრა, დროს ქმნის ლოგიკური ტვინი. ლოგიკურმა ტვინმა რომ მიატოვოს მუშაობა, დრო არ იქნება. დიახ, მესამე ჩაკვრა არის ლოგიკური ტვინი და დრო. ლოგიკური ტვინი როგორც იყო ბორბალში, ისე ატრიალებს ამ გაერთიანებულ სურათებს, ფოტოებს, გამოსახულებას, რაც კი მიიღო, ატრიალებს, დარბის ატრიალებს, ამას ატრიალებს, როგორც იყო ბორბალში. და ამ ტრიალში იქნება დრო. დროს ქმნის ადამიანი. ანუ ლოგიკური ტვინი. დროს ქმნის მესამე ჩაკვრა. შენ ის ყველანი ერთად ქმნით დროს. დედამიწაც თავის დროის ხაზზეა. ხო, დროის ხაზს ქმნის. ხო? როგორ არა ადამიანს შეუძლია დრო გააჩეროს თავისი, მაგრამ ეს ყველაფერი სადეს მეცნიერებმა რაღაც წამებით გააჩერეს დრო. დრო ჩდება მაგალითად, რამე ხდება ხო, ან ავარია უნდა მოხდეს, შენ პირისპირ შეეჯახე, ხედავ ახლა საათად დაგეჯახება მანქანა. აი ესე დადებულ მომენტებში შეიძლება დრო შენელდეს და ნელი კადრით წამოვიდეს ყველაფერი. კარგით, მოდით ამაზე შევჩერდეთ და მე შემდეგ ვიდეოში დავიწყებ მეორე სტანციის მეორე პუნქტიდან. დროებით.